შეკითხვა მაქვს ამ გაუპარსავ კრეტინთან. თუ შენ რუბიო პირდაპირ გიხსნის, რომ ამ თამაშში ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ შენ ხმა არ უნდა ამოიღო ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებზე. მან ვეღარ შეიკავა თავი და თქვა, რომ ჯანდაბა ამერიკა აღარ მოგცემთ ამ დაწყევლილ გარანტიებს. დროა ეს გაიგოთ. რა თქმა უნდა, ამერიკას არ აწყობს სუსტად წარმოჩინდეს პუტინთან მოლაპარაკებების პარალელურად. თუმცა ასეა. ამ დროს კი ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცებიან. რა ჯანდაბა ხდება საერთოდ? რაზე გსურთ ვისაუბროთ, იულია? რა გსურთ რომ აგიხსნათ? არის თუ არა ზელენსკი დიქტატორი? ამას ახლა მნიშვნელობა აქვს? არსებობს საკმაოდ მარტივი ისტორია. მას ყველაფერი შესთავაზეს ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით. გამოიგონეს სპეციალური გზები უკრაინისთვის, რათა ჩვენ თავი დაგვეღწია პუტინის ხაფანგებისგან. თუმცა რა გააკეთა ჩვენმა პრიმადონამ, რომელმაც და თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, თავად შესთავაზა ამერიკელებს წიაღისეულის მიყიდვა გადარჩენისთვის? დიახ, თუმცა საიდან შეძლო მან? ჩემი მეგობრები ფრონტიდან მუდმივად მწერენ. ერთი ჯარისკაცი დაგვეღუპა, მეორე დაგვეღუპა, რამდენიმე ტყვედ ჩავარდა, გბომბავენ. ჯანდაბა რისთვის გრძელდება ეს იდიოტური უაზრო ომი? ეს არის ომი, რომელიც ანადგურებს უკრაინულ არმიას, რომელიც ანადგურებს უკრაინელ ხალხს და ეს დაწყევლილი ნაბიჯვარი ზის და თავის ძალაუფლებას ებღაუჭება. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? მას უკვე ყველაფერი მისცეს. ტრამპმა მას ყველაფერი მისცა. უპირველესად რეალური გამოსავალი არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან. ამერიკელებმა უკვე აღარ იციან როგორ აუხსნან ზელენსკის რაიმე. მეც კი აღარ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. ის ღრმად ჩაეფლო ძალაუფლების სავარძელში და აღარ სურს მისი დათმობა. ნებისმიერი საშუალებით მოკვდეს რამდენი უკრაინელიც საჭიროა, ვინც საჭიროა და როგორც საჭიროა. ოღონდ კი ბოლო წუთამდე იჯდეს ძალაუფლების სავარძელში. ის გამოვიდა და თქვა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ შეთანხმების მიღწევამდე. ყველაფერი ასე მარტივად არ წყდება. შენ გარიგებას გთავაზობენ. უკრაინას აქვს დედამიწის იშვიათი მინერალები, რომელსაც შენ დამოუკიდებლად ვერასდროს გამოიყენებ. უკრაინას ამისთვის არც საჭირო ტექნოლოგიები აქვს და არც ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები. დაუშვათ მოვიდა ამერიკის ხელისუფლებაში უცხო პიროვნება. თქვათ ეს არ არის ტრამპი და შემოგთავაზა ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია უკრაინის იშვიათი მინერალების სანაცვლოდ. ეს ჩვენთვის უამრავი ახალი სკოლის აშენებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგიების ჩვენთვის გადმოცემას გულისხმობს. ეს სამუშაო ადგილების გაჩენას გულისხმობს. ისინი ერთობლივი ფონდის შექმნაზეც კი მზად არიან, სადაც მოგებას 50-50%-ად გავიყოფდით. ამერიკა გვეუბნება, თუ ეს თქვენთვის იმას არ ნიშნავს, რომ როგორც აქამდე გიცავდით იმ ომში, რომელსაც უჩვენოდ უიმედოდ წააგებდით, მომავალშიც დაგიცავთ და პოლიტიკურად მხარს დაგიჭერთ. ამ გარიგების სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიებსაც კი მოგცემთ და ამას გავაკეთებთ იმის გამო, რასაც თქვენ დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდით. იგულისხმება დედამიწის იშვიათი მინერალების მოპოვება. თუ ჩვენზე უარს იტყვით, პუტინი თავად დაიპყრობს ამ ტერიტორიებს და მინერალებსაც ის დაეუფლება. ეს პრიმადონა კი ერთ ადგილს ათამაშებს და ჩვენ აქ იმაზე ვსაუბრობთ, ის დიქტატორია თუ არა. ის ნაძირალაა. შეიძლება ზელენსკი ოფიციალურად დიქტატორი არ არის, თუმცა ნაძირალაა და სიმართლე გითხრათ, ფიქრობ დიქტატორივითაც იქცევა. სხვანაირად მას ვერ შევაფასებ. როდესაც თქვენ იმ ინფორმაციას გაიგებთ, რომელსაც მე ვფლობ, გაოცებისგან ყველას თმა ყალყზე დაგიდგებათ. საშინელებაა ის ყველაფერი, რასაც ზელენსკი ჩადის. თუმცა ჩვენ მასობრივად გამოშტერდით და იმაზე ვკამათობთ, ზელენსკი დიქტატორია თუ არა. ზუსტად ამაზე მინდოდა მესაუბრა ნებისმიერი შეთანხმება ამერიკასთან, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავდაპირველად ზელენსკიმ შესთავაზა მინერალებზე გარიგება უაღრესად პროდუქტიული იქნება უკრაინისთვის. საერთო ჯამში ეს გარიგება ამერიკას საერთოდაც არ სჭირდება. ეს მათთვის უბრალოდ ლეგიტიმური საშუალებაა უკრაინაში F-35 გაგზავნონ, ვითომ და მათი საბადოების დასაცავად. ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამო გარიგება ჩაიშალა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არის ის, რომ იქ ზელენსკის ადგილი არ იყო. სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ზელენსკი მუხლებზე უნდა დაჩოქილიყო და მადლობა ეთქვა ამერიკელებისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის გააგებინა, რომ საუკეთესო რამ, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, საკუთარი სურვილით შებულებაში გასვლა. დღეს ეს უკვე დადასტურდა. წადი პარიზში, უთხრეს მას იქ ბრიტანელებმა და ფრანგები მოგხედავენ. როგორც წესი, ეს ქალაქი პოსტსაბჭოთა სივრციდან წასული ემიგრანტებისთვის კარგი ადგილია. ამ საკითხში მე თქვენ მხარეს ვარ, თუმცა როდესაც დისკუსია მიდის იმის შესახებ, ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ცოტათი უაზრობად მიმაჩნია. იმ დროს, როდესაც უკრაინა შავდღეშია და როდესაც მას იდეალური გარიგება შესთავაზეს. როდესაც მისმა გაუპარსავმა უდიდებულესობამ უარი თქვა ამ გარიგებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, მასთან იმ მომენტში ახლოს რომ ყოფილიყავი, ხელჯოხით გაუტეხავდი თავს. უკვე ყველას ძალიან მოაბეზრა თავი. ასევე ძალიან მომწონს ეს მასობრივი მხარდაჭერა. ერთად ვდგავართ პრეზიდენტის გვერდით და არ გსურთ პრეზიდენტის მაგივრად კონკრეტული იდეების გარშემო გავერთიანდით. მოდით ვკითხოთ ზელენსკის თუ როგორ წარმოუდგენია უკრაინა. რა ხედვა აქვს და რას თავაზობს ის ხალხს დღეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. არ ვიცი ის ხალხს რას თავაზობს მომავალში. პრინციპში გასაგებია ის ხალხს ომის გაგრძელებას თავაზობს. ბოლო უკრაინელამდე არა? გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.